ჩანახი მომამზადოთ დღეს. ქართული კერძი, უგემრიელესი, ხორცით, ბოსტნეულით, სხვადასხვა მწვანილებით, საოცარი არომატებით და გემოებით. ოჯახმა ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ უნდა გქონოდა დღეს სადილად კერძი ჩანახი. მხოლოდ ერთი პირობით, რომ მოვამზადებდი ხბოს ხორცით. რა თქმა უნდა, ცხვრის ხორცით არის ეს ტრადიციული ვარიანტი, მაგრამ ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემი ოჯახის წევრები უბრალოდ არ მიირთმევენ ამ კერძს ცხვრის ხორცით, ამიტომ მოვამზადებ დღეს მე მხოლოდ ხბოს ხორცით. ასევე შეგიძლიათ რა თქმა უნდა საქონლის ხორცით გამოიყენოთ. ჩანახის მოსამზადებლად გვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები, როგორიც არის ხბოს ხორცი. მე მაქვს აქ დაახლოებით 1 კილოგრამი ხორცი. ასევე გვჭირდება 1 კილოგრამი ბადრიჯანი, 1 კილოგრამი კარტოფილი, პომიდორიც იგივე რაოდენობით, ასევე ცხარი წიწაკა, მწვანე და წითელი. ეს რა თქმა უნდა გემოვნებით. გვჭირდება ასევე მწვანილები, როგორიც არის ნიახური, ქინძი, ოხრახუში, ასევე გვჭირდება რეჰანი, ხახვი, დაახლოებით 2-3 თავი, რამოდენიმე კვილი ნიორი, ასევე გვჭირდება მარილი გემოვნებით. მე არ ვიცი რამდენს გიყვარს კერძში მწვანილები, ვიცი რომ ძალიან ბევრს არ უყვარს, მაგრამ მე მაგალითად ვგიშდები და თითქმის ყველა ჩინს კერძს უკეთებ და უმატებ მწვანილს. აქ მაქვს ახლა მე ქინძი და ოხრახუში, ახლა დავჭრათ უკვე ნიახური. ნიახურიც საოცრად ჯანსაღია. მართალია ყველა კერძს არ უხდება, მაგრამ აქ ნამდვილად გამორჩევა გემოვნებით და ზოგადად მე წვნიანებს ყოველთვის უკეთებ ხოლმე ნიახურს, ანუ ყოველთვის უმატებ ნიახურს. ეხლა კი წვრილად დავჭრათ შედარებით. იმიტომ რომ ეს მასა მთლიანად უნდა ჩავდოთ შემდეგ გადავანაწილოთ ბოსტნეულში. წითელი და მწვანე ცხარე წიწაკა. ეს არის თქვენი გემოვნებით, რა თქმა უნდა, თუ არ გიყვართ არ დაუმატოთ. ბადრიჯანი ავიღოთ და ჩავჭრათ აი ასე. ასევე პომიდორი ჩავჭრათ. დავნაყოთ ნიორი და ქინძის მარცვლები. თუ არ გაქვთ ქინძის მარცვლები, უბრალოდ დაფქული ქინძი გამოიყენეთ. საოცარი სურნელი აქვს. გემოების ზეიმი გვაქვს დღეს. დანაყილი ნიორი და ქინძის მარცვლები უნდა აურიოთ ახლა ჩვენ მწვანილებს და კარგად შეურიოთ. მოდით ახლა მწვანილებში აურიოთ რეჰანიც. თუ გეკნება ცოცხალი რეჰანი, რა თქმა უნდა ეს ბევრად უფრო უკეთესია. მაგრამ ამასაც საოცარი არომატი აქვს და ბოსტნეულს ძალიან უხდება რეჰანი, განსაკუთრებით პომიდორს და განსაკუთრებით ბადრიჯანს. ეხლა აურიოთ ეს მწვანილები ერთმანეთში. კარგად. აქვე ხახვით დავჭრათ წვრილად. შეგიძლიათ მსხვილეთაც დაჭრათ, მაგრამ ეს თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებული. ჩანახის დღევანდელი ვერსია არის უფრო მეტად ქვაბისთვის განკუთვნილი, რა თქმა უნდა, იცით რომ მზადდება ქოთანშიც, სადაც უკვე ყველაფერი წვრილად იჭრება, როგორც ხორცი, ასევე ბოსტნეული და სხვა ინგრედიენტები. ამ შემთხვევაში კი ჩვენ გვაქვს მთელი, რომელიც არის ზუსტად ქვაბის რეცეპტი, ну ქვაბში მზადდება, ასე რომ ვთქვათ. ეხლა იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამზადებთ ცხვრის დუმით, უბრალოდ ცხვრის დუმა მოწვით ჯერ ტაფაზე და შემდეგ დაუმატეთ შიგნით თქვენი დაჭრილი მწვანილები, ან და მოუშუშოთ შიგნით. არ უნდა დაიწვეს არც ერთ შემთხვევაში, ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დავალ ტემპერატურაზე. მე დღეს მოვამზადებ ერბოთი. არაჩვეულებრივი გამოვა, მაგრამ ერბო, რა თქმა უნდა, მაღალ ტემპერატურაზე იწვის,
ამიტომ ესეც უნდა მოვამზადო შედარებით დაბალ ტემპერატურაზე. მწვანილები ჩაუშვათ შიგნით. ნიორი ასევე. მწვანილების შემდეგ უკვე გადავდივართ ბოსტნეულის ტაფაზე მობრაწვაზე, ანუ დიდხანს არ უნდა შევწვათ ეს ბოსტნეული, არამედ გადან რომ მოიბრაწება უკვე საკმარისი, ასევე ბადრიჯანიც, ანუ არ უნდა ჩაიშალოს. ეხლა მე კარტოფილს და ბადრიჯანს შევწვავ ჯერ ორივე მხრიდან და როგორც უკვე აღნიშნე, ეს არ უნდა შეიწვას და ბოლომდე არც ერთ შემთხვევაში, არამედ როგორც კი მოიბრაწება, უკვე ამოვიღებთ ჩვენ ტაფიდან. პამიდორს ამ შემთხვევაში მე არ შევწვავ, იმიტომ რომ მე ძალიან დარბილებოდა და ეს ჩაშლილი პამიდორი ნამდვილად არ მინდა რომ მქონდეს. ამიტომ პამიდორს დავტოვებ ისე როგორც არის. კერძს რომ მქონდეს განსაკუთრებული გემო და განსაკუთრებული არომატები, ჩვენ ახლა ხორცი მოვშუშოთ ასევე ერბოში. ხორცი დაიწყებს კარამელიზირებას, ის გაუშვებს თავის არომატებს და იქნება საოცრად გემრიელი. და ჩემთან აწვიმდა ნამდვილი საგაზაფხულო არა, მაგრამ აი როგორ გითხრათ, ისეთი კერძია, რომ აი ამამიც ახლა ნამდვილად შეიფერება. ეხლა მოვათავსებთ ტაფაში ისე ერბოს მაღალ ტემპერატურაზე არ შეწვას და არც დიდი ხანი, იმიტომ რომ ხბოს ხორცია და იცით რომ ხბოს ხორცი საკმაოდ მალე უშვებს წყალს და იწყებს შემდეგ უკვე ძალიან გამაგრებას. ხორცი არის უკვე კარგად გარეცხილი და ასევე მშრალი, თორემ დაიწყებს შხეფების ქაყრას, როგორც უკვე იცით და ეხლა მოვათავსოთ უკვე ტაფაში და საშუალო ტემპერატურაზე მოვბრაწოთ. ხორცი მოიბრაცა, ახლა ზემოდან დავუმატოთ ხახვი. ყველა ხახვი არ დავუმატოთ, იმიტომ რომ დანარჩენი შემდეგ ბოსტნეულთან გჭირდება. და ოდნავ რომ მოიშუშება, შემდეგ უკვე უმატებთ წყალს, ადუღებულ წყალს, მაგრამ ბევრი არ გჭირდება, ბევრი წყალი არ უნდა დავასხათ, დაახლოებით ეს ერთი ჭიქა, იმიტომ რომ ბოსტნეული თვითონ გაუშვებს შემდეგ წვენს. ეხლა ქვაბი გადავდგათ გვერდზე დროებით და ბადრიჯანში და პომიდორში ჩავტენოთ მწვანილები. შემდეგ ავიღოთ ჩვენი პომიდორი, ძალიან არ დავაზიანოთ და ჩავდოთ შიგნით მწვანილი, რომლებიც მოვამზადეთ წინასწარ. ასევე ბადრიჯანი ჩავდოთ მწვანილების შიგნით. დავიწყოთ კერძის აწყობა, ხორცი, რომელსაც ჩვენ მოუთუშეთ კარგად, მოვბრაწეთ. შემდეგ მოვაყარეთ ხახვი და სულ ცოტა წყალი დავასხით. ეხლა მე ზემოდან დავალაგებ ჯერ კარტოფილებს. შემდეგ დავალაგებ ბადრიჯანს და სულ ბოლოს უკვე დავალაგებ პომიდორებს. ზოგადად პომიდორის დაალაგება მიყვარს ხომ მომწონს უბრალოდ შედარებით მოგვიანებით, იმიტომ რომ უფრო მთელი რჩება. მაგრამ ეხლა პირდაპირვე როგორც რეცეპტია მოცემული, ზუსტად ისე გავაკეთებ, პირდაპირ ჩავალაგებ. ქვაბი ჩემთან საკმაოდ დიდია და კარტოფილი საკმაოდ ცოტა. მაგრამ არა უშავს, არასწორად არის გათვლილი. ზემოდან მოვაყაროთ ცოტა მარილი და ასევე მოვაყრი ხახვს. დავუმატებ ისევ ბადრიჯანს. აი მორჩენილ მწვანილებს.
და ზემოდან უკვე პომიდორს. სულ ცოტა სვანურ მარილს მოვაყრი. არ არის აუცილებელი რა თქმა უნდა, მაგრამ ასე მგონია რომ ძალიან მოუხდება. დავაფარებ თავზე და დაახლოებით ალბათ საათნახევარი მაინც დაჭირდება, რომ ხორცი კარგად მოიხარშოს. კერძი იხარშება ჩემს უკან და იმ შემთხვევაში თუ რამოდენიმე ხნის შემდეგ რომელიმე ბოსტნეულმა არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს პომიდორი, კარტოფილი, თუ ბადრიჯანი, დაიწყო ჩაშლა მაგალითად, ამოალაგეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ამ კერძის მიზანიც ის არის და აზრით რომ თვითონ ბოსტნეული დარჩეს მთლიანი. ის თავისთავად გამოუშვებს მაინც გემოს და არომატებს გადასცემს თვითონ სოუსს და ამიტომ თუ დაიწყო ჩაშლა, აი როგორც ახლა ამ შემთხვევაში აუცილებლად ამოალაგეთ თავის დროზე. და რატოღაც გონია რომ ლავაში ძალიან მოუხდება, ლავაში პური. ეხლა მე მოვამზადებ, აქ ცომი მაქვს უკვე მომზადებული, ცოტა სხვანაირი ლავაშს მომზადებ. როგორ გითხრათ ეხლა აღმოსავლური სტილით. წაусმევ ზემოდან კვერცხის გულს და მაწონს. აქ არის სეზამი და შავი ქუმელი ქვია, მე მგონი იმის მარცვლები. ქართული სტილით მომზადებული ლავაში დევს უკვე ჩემს სახზე, მე რამოდენიმე წლის უკვე გამოვაქვეყნე. შეგიძლიათ გადაბრძანდეთ და იხილოთ. არაჩვეულებრივი რეცეპტია. ეხლა კი გამოვაცხობ და იმ შემთხვევაში თუ დაგაინტერესდებოდ, მაინც ყოველ შემთხვევაში ხეს აი ამ გემრიელი ლავაშის რეცეპტი აი მართლაც საოცარია. დამწერთ კომენტარებში და აუცილებლად შემოგთავაზებთ რეცეპტსაც. კერძი უკვე მზად არის, დაჭირდა დაახლოებით საათნახევარი, როგორც ვივარაუდე და როგორც უკვე აღნიშნე, იმ შემთხვევაში თუ კი თქვენი ბოსტნეული იწყებს ჩახარშოს, აუცილებლად ამოიღეთ და გადადგით გვერდზე, სანამ კერძი მომზადდება და ბოლოს ჩაუშვით ისევ შიგნით. დღეს დილე TikTok-ზე შევხვდა ერთი ვიდეო, სადაც ზუსტად არ მახსოვს რა კონტექსტში იყო თქვენ, მაგრამ ტრენდი, რომელიც ქართულ სამზარეულოში აღიზიანებდათ. ეს იყო ერთ-ერთი იყო მწვანილის მოყრა ზემოდან კერძზე და მე კი ასე მგონია, რომ კერძებს ძალიან უხდება მწვანილი. ძალიან წვრილად დაჭრილი, ფერს აძლევს, გემოს ნაკლებად, მაგრამ ასე მგონია, რომ რაღაცა სიცოცხლეს აძლევს. ლავაში პურე გამოცხვა არის ძალიან ცხელი და ოდნავ რომ გაცედება, შემდეგ გავსინჯოთ. მარტივად მოსამზადებელი კერძი და ესეთი გემრიელი სასწაულია. მართლაც რომ სასწაული და მართლაც რომ ხშირად უნდა მოვამზადოთ ქართული კერძები, იმდენად არომატულია, ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად არომატულია. შესაძლებელია რომ შემდეგ მარილის დამატება დაჭირდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პური.
ბადრიჯანს სულ ცოტა მეტი ხარშვა მოუწია. უნდა მომიღო ცოტა ადრე. და პამიდორი ჩემი ცოტა ადრე მომიღო, მაგრამ მაინც კარგია. მე ამას ესე ვერ გადმოვცემ. ეს უნდა მოამზადოთ, უნდა დააგემოვნოთ და შემდეგ ისე შეაფასოთ. ახლა მე კიდევ მგიმშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში თუ მოგეწონა დალაიქე და გამოიწერე იმიცაც რომ არ გამოდოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს რა თქმა უნდა აისახება ნახვებზეც. კომენტარებზე, ლაიქებზე, რომელსაც ველოდები დიდი სიყვარულით. დროებით